მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. აღნიშნული ინსტიტუტი შევიდა ქალაქ გორში, ქალაქ თელავსა და ქალაქ ქუთაისში. აღნიშნული ოფიცრები ახორციელებენ დანაშაულის პრევენციას. ისინი რეაგირებენ პირველად მოხდარ დანაშაულზე და მოქალაქეებთან აქვთ მჭიდრო ურთიერთობა. მე მათ ვულოცავ საქმიანობის დაწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში ჩარიცხვას და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი თავს გაართმევენ აღნიშნული მოვალეობების შესრულებას. ეს ინსტიტუტი არის პირველი, ასე ვთქვათ, სავიზიტო ბარათი ჩვენი სისტემის, პოლიციის, რადგან მჭიდრო ურთიერთობა აქვს და პირველადი ურთიერთობა აქვს მოქალაქეებთან. მე მინდა ყველა მართლწესრიგის ოფიცერს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას, მიულოცო და წარმატებები უსურვო. პირველი შემხელობა მოქალაქეებთან გვაქვს მართლწესრიგის ოფიცრებს. ჩვენ ვეცნობით მათ განცხადებებს, ვიზიარებთ მათ პრობლემებს, შეძლებს დაგვარად ვცდილობთ, რომ დროული მექანიზმები გავატაროთ მათი პრობლემის აღმოსაფრთხებლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლია მართლწესრიგის ოფიცრისთვის ოჯახში მიმართულება და არასრულწლოვანებიდან გამომდინარე, რომ როგორც ვიცით, არასრულწლოვანები კიდევ ძალკე სპეციფიკური საკითხია და ჩვენ ვცდილობთ, რომ დავნიარგოთ მათში ნდობა. გავიარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შესაბამისი კურსი, რის შედეგადაც დავინიშნე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის სამმართველოში მართლწესრიგის ოფიცრად. პირადად მე მართლწესრიგის ოფიცრად გადავწყვიტე მუშაობა იქიდან გამომდინარე, რომ მომწონს საზოგადოებასთან ურთიერთობა, სწორედაც მართლწესრიგის ოფიცრის ფუნქცია მოვალეობა კი როგორც აღნიშნე, წარმოადგენს საზოგადოებაზე ორიენტირებულ საპოლიციო საქმიანობას.